ჯერეთი იტალია ფოტოგრაფიის საკონსულტ როგორ გაჩერებული შემოიშვეს და დიდი რამდენი ხალხი დარჩა, ისე როგორც ჩემთვის დიდი პატივია ძალიან ისო ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. თუ ჩემთვის საკითხი ჩემ ნაწილში ყველასთვის გასაგებია თუ საერთოდ ისთვის ვარ ციხეში და ისთვის ვარ იმისათვის რომ თავის დროზე თბილისია ჩავმარე, ვარ იმისათვის რომ არ გავიქეცი და არ დავტოვე და არ შევითავასე არ ვისაგები შეთავაზებით ვარგებ თვითმფრინავი და წადი ქვეყნიდან, ვარ იმისათვის რომ ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ თანამებრძოლებთან ერთად ჩვენ ხალხთან ერთად სახელმწიფო შევქმნით და ამისთვის არის მათ შორის ჩვენ გარდა კიდევ ბევრი და ვარ იმისათვის რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინისთვის ასევე ძალიან ბევრი გავაკეთე. ეს ყველა ვიცით და მე მგონი აქ არის არაფერი. მეორე რაც არის, აქ არის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. და მე გითხრათ თქვა რომ ჩვენ შეიძლება ვერთახდებოდეთ ჩვენს წარსულ მოვლენების ერთიან შეფასებაში. ყველა. მაგრამ შეუძლებელია არ დავხდებოდეთ იმაზე თუ რა უნდა იყოს მომავალი. იმიტომ რომ ჩვენი განსხვავებები იმდენად პატარა იგიც გამოწვევას და შედარებით და იმდენად ბევრი ბენეფიტს მიღება შეიძლება, რომ სწორედ ასეთი ერთიანობით ჩვენ გავავსებთ სამშვიდობოს. სიტუაცია ძალიან მარტივია. ეს სიტუაცია, ეს რეჟიმი სასწაულს ჩვენი შიში. ჩვენი შიში და უნდა ერთი რამ მოუწოდოთ ყველას. აი როგორც რუსები არიან და ისინი ძალიან შეეგუათ ამ რეალობას. ასევე გოგრილებს შეეგუათ ამ რეალობას, მიიღეთ არსებული ეს სიტუაცია და მოგვაჩინოთ შეეგუათ მონობას, შეეგუათ უბედურებას. და ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი. არაფერს არ შეეგუებით, არაფერს არ მივიღებთ და არ შევგეჭდება, იმიტომ რომ თქვენ სასწაულს ჩვენი შიში. ყველას აქვს სისუსის მომენტები და ყოფანის მომენტები. მე როცა სიკვდილის პირას ვიყავი საავადმყოფოში ბართლა ხონდა იმდენად ძიმე მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად ჩამოშორდა პროცესებზე, მაშინ ჩემი პარტია საერთოდ გაიფიჩა და ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა. მაგრამ მე ვიხდი, რომ არ შეიძლება გაჩერება და არ შეიძლება უკან დაშლა, არ შეიძლება ერთი ცუდი დასკითერების ჩამოშორება, ეგრევე შემოდის უბრალოდ შედგენილი და ეგრევე სარგებლო სამყარო. ამიტომ მხოლოდ ერთი რაღაცა ჩვენ არ ვაღიარებთ, ჩვენ არ შევეგუებით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან მარტივია სიტუაცია. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მე ვიმეჩნია, რომ ყველას გაერთიანება არის საბოლოოში გადაუვალი ამ დიდ ბრძოლაში. მაგრამ მე ყველაფერს დავთვალ. ყველას ველაპარაკობ. პირდი გასაგებია ველაპარაკობ. მე ვარ დავხედავ მიხარი, რომ ჩემი მეგობრები ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, კარგ მენტალურ ფორმაში. ჩვენ ყველა ნახეთ ეს შოუ, რომელიც აქ იმართება. მართლა გითხრათ, გარკვეული სიამოვნება და ძირი. მადლობა ამისათვის, რომ ესეთი რამე მაყურებია და მომასმენდით. ნამდვილად ტელევიზიაში, საგანში ამას ვერ ნახავდი, ვერადები. ასევე, მე ვიმალები დამატებით საჯდოს, კიდევ 3 წელი, ესე იგი, 11 წელი მექნება თითქმის საჯდელი, უკაზე მეტი და პედოფილებს და მკვლელებს, სერიულ მკვლელებს ურჯიან. ესე იგი, ვერასდროს ვერ უნდა ჩემი შვილები, ვერასდროს ვერ უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე. იმისათვის, რომ ეს კიდევ პლუს ეს მემატება, რაც მემატება არ ვლაპარაკობ სხვა ასოზე. მოდა გითხრათ, რომ ამ ჩემი უბედურების, ამ საბჭოში მოცემული უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბავშვი საბურთალოზე 4 წლის ასაკში ფეხის დიდზე მიყიდა ზუგები. და იმის შემდეგ ვერ ვიყარ ამ ზღვის მაცხოვრებელს. ამიტომ ხალხო უნდა გითხრათ პროკურორსაც უნდა გაიკვალიჩოს სიზმარი და მესიზმი ამ თემას. სოლოკის ამას მიუყვებოდით.
შევაგეთ კარი, დავიჭირეთ საცხოვრებელ ზურგები, დავკარით სამრავლო. ძალიან მიიყვანებოდა, მაგრამ დავკარით. შემდეგ ხელში გადავედით და ბაობაბები აფრიკიდან სიტყვით ჩამოყალიბდით. მომჭერეთ. კოცორი გავაჩაგეთ და ეს ზურგები ზედ შევწვით და უხა გავაკეთეთ. და შემდეგ თელი სოლომონის მოსაქმეობა დავაკეთეთ ამ ფაქტს. ამიტომ აქ მარტო სელფის განაგებაზე არ არის საუბარი. ბევრად მოსელიოსოთა მაგარისა. მეგობრებო, ეხლა ვთქვით, რა იდიოტიში და აბსოლუტში ვთქვით. ამის იგი რა არის? ამიტომ ძალიან მარტივი. ჩვენ უნდა ვეფიადებოდ არამხოლოდ სასამართლო დარბაზში, ამ შუშის უკან, არამედ ჩვენს მოედნებზე, ჩვენს ქუჩებზე, ჩვენს აუდიტორიებში, ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებში, ჩვენ იდეებში, სადაც პრაქტიკულად ეფიადებოდ, ჯერ ქვეყანა და შემდეგ სამხარი თავი და რომელიმე პარტია. ჯერ ქვეყანა და შემდეგ პირადი ამბიციები. ჯერ ქვეყანა და მისი გადარჩენა და შემდეგ ყველანაირი დანარჩენი ძველი ცხედები თუ ახალი რაღაც გაჩენილი პატარა წვრილმანი კითხვა. ჩვენ თავაზობენ ავიჩვენოთ ჩვენს ქვეყანას და თავისუფლებას შორის და მორალასა და სამუდამო სიძულს შორის. და არჩევანი ჩვენი სრულიად გასაგებია და ნათელი. საქართველო აუცილებლად გადარჩება რა ხდება კელევითაო და ამიშევოს დიქტატურა. მაინც გავართ სამშვიდობოზე, მაინც გავარგებით საქართველოს თავისუფლების და სწრაფი განვითარების გზას. ავაკვენიცით მეგობრებო, დიდი მადლობა მოსვლისთვის და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ გავიმარჯვეთ. მადლობა. ეხლა თქვენი დებატი დაქტორ თვითონ გავალბუძმა საქმე. გვიყვარხარ.